მოგესალმებით. დღეს არის კვირა 11 საათი და 30 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ Silk Universal-ის ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა კონსულტაცია ვეტერინართან. მე კი ამ პროექტის ავტორი და წამყვანი ვარ ნანა ავალიშვილი. გადაცემაში დღეს ნახავთ ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკა სტუმარს დღეს ლექსენი მასპინძლობს. ოთხფეხა მეგობრებთან ერთად შექმნილი სიმღერები, ოჯახური სიმყუდროვე და სხვა ემოცია ჩვენს ეთერში. მაშასე გადაცემის სამედიცინო ნაწილში ტრადიციულად ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძესთან ერთად შემოგიერთდებით. გამარჯობა ვახო. მოგესალმები, გამარჯობა. ესე იგი მრავალრიცხოვანი ტელემაყურებლის თხოვნით მინდა გთხოვო რომ კონსულტაცია ჩავატაროთ ზაფხულში, აი ქალაქიდან გასვლასთან დაკავშირებით. რა საბუთებია საჭირო? თუ კი გზავრობს დავუშვათ მატარებლით, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი საზღვარგარეთ თუ მიყვავს დავუშვათ თვითმფრინავით და მოვლა დახმარება რა ესაჭიროებათ სიცხეში. გთხოვ. სიამოვნებით. ზოგი საზღვარგარეთ მიდის, ზოგი მატარებლით ერთად ბათუმში მიდის, ზოგი სოფლებში და შემდეგ ამიტომ უნდა ვიცოდეთ თადარიგი უნდა დავიჭიროთ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, თუნდაც სად მივდივართ. მოკლედ დაუშვათ მე ასე ვიტყოდით ჯერ ვილაპარაკოთ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. სად მივდივართ? ევროკავშირში, ამერიკაში თუ დაუშვათ სხვა SNG-ს ყოფილი პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დავიწყებთ იქიდან მაგალითად უკრაინა პოსტსაბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყანა არის, მაგრამ რადგანაც ომია და ესეთი გაგანია ესეთი არეულობა, ევროკავშირმა აიღო თავის თავზე ამ უკრაინის ტერიტორია და სწორედ იქ მოქმედებს, რადგანაც იქ ვერ მიდის კონტროლი შესაბამისად ომის გამო, ამიტომ ევროკავშირის სტანდარტები მოქმედებს იქ. ესე იგი თუ ჩვენ უკრაინაში მივდივართ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირის შენგენის ზონის შესაბამისი დოკუმენტაციების მიხედვით. ხა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, როდესაც ჩვენ პირველ რიგში უნდა ავიღოთ ძაღლი იქნება თუ კატა, უნდა ესე იგი ევრო სტანდარტების მიხედვით აიცრას ცოფზე. 21 დღეს უნდა ავიღოთ სისხლი, იგზავნება ლიმბახის ან სხვა შესაბამისი ლაბორატორიების საშუალებით იგზავნება გერმანიაში. გერმანიაში ხდება ესე იგი ცოფის ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრის ანალიზი, რომელიც ორ კვირაში ბრუნდება პასუხი. თუ პასუხი შესაბამისად მაშინ სტანდარტებში შედება ნორმაში, მაშინ 3 თვის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავიმგზავროთ ცხოველთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ მაგალითად მივდივართ თურქეთში, ან მოლდავეთში, ან მაგალითად სასოფხეთში ან აზერბაიჯანში, მან არ გჭირდება ჩვენ ესეთი დაჭიმულობის საბუთი, ამას ქვია დაჭიმულობის საბუთი, არამედ უბრალოდ მხოლოდ 1 თვით ადრე უნდა მოხდეს ანტირაბიული ვაქცინაციის ცოფზე ვაქცინაცია, კომპლექსური ვაქცინაციები, დეჰელმინტიზაცია, ყველაფერი სტანდარტებით, მე შეგვიძლია თავისუფლად გავიმგზავროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ქვეყნებში. ეს თურქეთი იქნება, აზერბაიჯანი იქნება, ირანი იქნება, ემირატები, იქ არ მოქმედებს ეს არც ჩინეთზე და არც სხვა ქვეყნებზე. უბრალოდ ეს ევროკავშირი არის ყველაზე მკაცრი და ამერიკა. და სხვათა შორის ერთი რამე ვიცოდეთ, ერთ-ერთი ქვეყანა არის კონტინენტიც, ესე ვიტყოდი, აი ეს არის ავსტრალია, სადაც ცხოველით შესვლა იკრძალება. სწორედ ამიტომ არის ეს ქვეყანა იზოლირებული და სადაც არ არსებობს ცოფი. საქართველოში საერთოდ, როდესაც ჩვენ მატარებით გადავადგილდებით, ჩვენ უნდა გქონდეს შესაბამისი კონტეინერი. ხო, უგაცრავად, აი თვითმფრინავით ვინც მიფრინავს, ეს დამავიწყდა. აუცილებლად, ესე იგი ავიაკომპანია თვითონ შეგატყობინებთ, რომ სპეციალური წონის და ზომის შესაბამისად პლასტიკადის კონტეინერია საჭირო, ესე იგი პატარა ესეთი პლასმასის კონტეინერი, რომელშიც ცხოველი უნდა დაეტიოს. ოღონდ ცხოველი არ უნდა იყოს გაჭედილი, ცხოველი უნდა მოტრიალდეს, ყოველს მოძრაობის საშუალება უნდა გქონდეს, წამოდგეს, დაწვეს, ეს არის აუცილებლად მსოფლიო ცხოველთა დაცვის რეგულაციის მიხედვით. მოთხოვნის რა თქმა უნდა აუცილებლად. მაგრამ თუ ჩვენ დაშვებულია და შევთქვას იორკი ან მალტეზე და დაშვებულია სალონში, მისი შეყვანა მაშინ აჭრის კონტეინერით შეგვიძლია გადავადგილდეთ და შევიყვანოთ თვითმფრინავში.
რაც შეეხება მატარებლებს, რა თქმა უნდა, იქაც კონტეინერი საჭირო, აუცილებლად და უნდა ვიქონიოთ საბუთი, პასპორტი ვეტერინარული, სადაც როგორც კომპლექსურები, ასეც ცოფზე ვაქცინაცია უნდა იყოს დაფიქსირებული. თუ დაუშვათ რკინიგზის ითხოვს საბუთს, ცნობას არსებობს, რომელიც ვეტერინარ კლინიკებში გაიცემა, რომ ესე იგი ვაქცინირებული ანტირაბიული ვაქცინით და ექვემდებარება ტრანსპორტირებას საბუთი უნდა გაიცეს კლინიკების მიერ. რაც შეეხება ალიკაპს, მინდა გკითხო. აი სეირნობისას ჩვენ ვიცით რომ დასაშვები ალიკაპით ან მისაბმელით. სხვათა შორის ძალიან ხშირად საზოგადოება არის შეცდომაში შესული და ფიქრობენ რომ ორივე მათგანია საჭირო. არა, ეს როდესაც ხალხ მრავალ ადგილებში ვატარებთ, მაშინ ალიკაპი და მოკლე საბელი, ერთი ან მეორე, მაგრამ თუ ჩვენ მატარებელში შეგვყავს დიდი ზომის ცხოველია, მაშინ უნდა ალიკაპი გაგეთეს და მოკლე საბელი, ორივეა საჭირო მოთხოვნა, იმიტომ რომ ეგ არის ხალხი, ეგ ბავშვები არიან, მაინც ვინმე არ შეეშიდეს, ვინმე არ დაკომპლექსდეს ან რაღაცა და დისკომფორტი არ შეექმნას საზოგადოებას, ამიტომ ეს პატარა რაღაც შეიძლება დისკომფორტია ცხოველისთვის, მაგრამ მოთხოვნის რეგულაცია მოქმედებს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტებში. ეს იქნება სამარშრუტო ტაქსი, ეს იქნება მატარებელი თუ ავტობუსები. გასაგებია. რაც შეეხება ჯანმრთელობის მხრივ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მოვლას. ერთგვარად რთული სეზონია ვიტყოდი. ეხლა მედალს ორი მხარე აქვს, რამდენადაც ახარებთ ჩვენს მეგობრებს. ეს კარგი ამინდი, სირბილი, თამაში, შესაძლებლობა უამრავი. ამდენადვე პარალელურად ეხლა შენზე უკეთესვის მოეხსენება მათ გაფრთხილება ესაჭიროებათ და საგანგებო მიდგომა. ველით შენგან რეკომენდაციებს სიამოვნებით, როდესაც აი ტრანსპორტირებას ნორმალურად აღიქვამენ ცხოველები და სტრესს არ ღებულობენ, ეს იქნება ძალიან კარგი იქნება ცხოველებისთვის. თუმცა სანამ ჩვენ ტრანსპორტით გავიმგზავრებით, უნდა რაღაც გარკვეული ადაპტაცია გაიაროს ცხოველმა. ხშირად ავტომანქანებში ჩავსვათ, ვატაროთ და როდესაც სოციალიზაციას გაივლის ცხოველი და მიეჩვევა, მერე მისთვის ტრანსპორტირება სტრესი არ იქნება. დავევშოთ, წავედით თბილისიდან ბათუმში ან ზღვაზე ან სოფელში, რა თქმა უნდა, ცხოვრება ვიცოდეთ, იქ რა პერიოდში, აი აგვისტო ან ივლისის პერიოდი, ცხელი პერიოდია, ბუნებრივია, ამიტომ უნდა ჩვენ ვეცადოთ ჯიშობრივი მონაცემების მიხედვით განსაზღვროთ მისი სეირნობის რეგულარულად როგორ უნდა ვასეირნოთ. აი ფრანგული ბულდოგი, მოპსი, ბოქსიორი, არის კიდე ბობტეილი, სხვა ძაღლები, რომელსაც მაგალითად ჰასკები, ლაიკები, იმათ სიცხეში გადაადგილება უჭირთ, იმიტომ რომ ესენი მოიხსენებათ ესეთი ჯიშობრივი მონაცემებით, რომ მათ სიგრილი ჭირდებათ, მათ ნორმის რაღაც გარკვეული ნორმალური ტემპერატურა ჭირდება იმისათვის, რომ მოციონი გადაადგილდნენ, ამიტომ უნდა განსაზღვროთ ჩვენ დრო, ეს არის დილას და საღამოს. სეირნობა ყველას ჭირდება ბუნებრივია, მაგრამ ეს ზღვაზე თუ წავედით, ტენიანობა მაღალია და სიცხეში მათ გაუსაზღლისი მდგომარეობა მათთვის. ამიტომ უნდა ვეცადოთ ზღვის სანაპიროზე დილას ადრე და საღამოს ვასეირნოთ ჩვენი ცხოველები ჩამოთვლილი ჯიშები. თუმცა თუ დაუშვათ ჩვენ მაინც მოგვიწია ესე იგი სანაპიროზე, ხელში უნდა ავიყვანოთ, ცხელ სილაზე არ უნდა გავატოთ, იმიტომ ბალიშები დაეწევათ და სპეციალ დიდი ქოლგის ქვეშ გავაჩეროთ, ან ძალიან დიდი ხნით არა, რომ არ მოხდეს მათი ესე იგი ჰიპერთერმია, ეს გადაწვა არ მოხდეს, მაღალი ტემპერატურის გადის განსაზღვროთ აუცილებლად. შევეცადოთ წყალი დაუდგათ, რა თქმა უნდა და თუ დაუშვათ, ვხედავთ, რომ გაუჭირდა, უნდა გადავიყვანოთ ჭრდილში, რა თქმა უნდა. საერთოდ მე ვიტყოდი, რომ ზღვა, ესე იგი დილას ადრე 7-ზე 8-ზე არის მისაღები ყველა მოპსისთვის, ფრანგულ ბორდოგის და შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთხელ არ ვარბენინოთ. სირბილი იქ არა რეკომენდებული და არ არის კარგი. იმიტომ რომ შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს და ისეთი ჩვენი სიამოვნება, ესე იგი საზაფხულო არ დადეგები ჩაგვიშხამდეს და ძალიან ცუდად შემოგვეტრიალდეს. ამიტომ განსაზღვროთ, რომ ცხოველს რა ჭირდება, ის პირობები გავითვალისწინოთ. ფისოებზე რა დააშავეს ფისოებმა, რა თქმა უნდა, სუძაღლებზე რომ ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მათაც ჭირდებათ ადაპტაცია ტრანსპორტირებისთვის. სპეციალური კონტეინერი შევეცადოთ მანქანაში ჩავსვათ, ვატაროთ, სალონშიც ჩავსვათ მანქანის, რომ მიეჩვიოს, მიხვდეს, რომ მისთვის ეს ტრაგედია არაა და ეს არ არის უბედურება დაუშვათ მანქანით გადაადგილება. როდესაც ადაპტაციას გაივლის და შეეჩვევა, მე ადვილად გავაძლდება დაუშვათ 4-5 საათითაც რომ იმგზავროს, მისთვის ეს არ უნდა იყოს პრობლემა. მაგრამ დაუშვათ შევედით აგარაგზე ან სასტუმროში, პირველში უნდა გავაფრთხილოთ, რომ ჩვენ ცხოველით მოვდივართ და უნდა იყოს თანხმობა ადმინისტრაციის მიერ. თუ არ და სახლებში ან სოფლებში თუ ყავს 3-4 დღე გარეთ არ უნდა გავუშვათ ჩვენი ფისო, იმიტომ რომ შეიძლება უცებ შეშინებულ გამოვარდეს რაღაცა და გაიქცეს და მე დაახეზი ავიდნო სხვა პრობლემები შეგვექმნას და აქაც ჩაგვიშხამდეს ჩვენი და ესე იგი დასვენება. ამიტომ ყველაფერი ეტაპობრივად მივაჩვიოთ და მერე პრობლემა არა, უკვე ისინი იმახსოვრებენ იმ ადგილს ყოველ წელს რომ დაბრუნდეთ იმ ნაცნობ ადგილებში
მათთვის უკვე ნაცნობია ის მის სიახლე აღარ არის, ის აღარ წარმოადგენს დისკომფორტს და უკვე ადვილად ღებულობენ იმ ტერიტორიებს. ხო, აუცილებლად უნდა გითხო, როდესაც მთიან რეგიონში მიყვავს ჩვენი 4 მეგობარი და ტყეებშიც არის იქ გარკვეული რისკი და საშიშროება გარეულ ცხოველებთან და უშუალოდ ფრინველებთან შეხების. ხო არ არის საჭირო წინასწარ დაუშვათ ცოფზე ხელახალი ვაქცინაცია იქ მიყვანამდე, აი რას გვირჩევ? მე საერთოდ ყოველთვის რეკომენდაციას გავუწევდი, რომ შვებულებაში გასვლამდე ერთი თვით ადრე უნდა მოხდეს ვაქცინაცია. საერთოდ კარგი იქნება თუ დავამთხვევთ ამ პირ და ზედმეტი გადაცრა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს მაინც უცხოცილა, ეს მაინც ამძიმებს მდგომარეობას, ნივთიერებათა ცვლას და არ ჩავთვლიდი საჭიროდ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მონადირე ძაღლია, ბოდაი მათთვის 6 თვეში ერთხელ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნორმის პარლებში უნდა იყოს და ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა იცრას ცოფს, იმიტომ რომ რისკ ფაქტორს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ისინი ხშირად ნადირობენ და მეტი რისკია დაუშვათ ცოფზე დაინფიცირების, რა თქმა უნდა. აი ჩვენი ცხოველებიც, რომლებიც დაუშვათ სახლში ცხოვრობენ, ხშირად აქვთ შეხება ზღარბებთან, პოულობენ ხოლმე. გარკვეულ კუ დაუშვათ შეიძლება ნახოს, ეგ დააყნოსოს. კუ არ წარმოადგენს, კუ ცივსისხლიანია და ის ცოფს არ ატარებს. აი კუ ზღარბი კი, ზღარბის ხოდიშვილს არა მარტო ცოფის ბევრი ინფექციების გადამტანია, რეზერვუარს წარმოადგენს და ამიტომ მე ვიტყოდი რომ მოვარიდოთ ჩვენი ცხოველის ზღარბს. თუმცა ზღარბიც არ არის ცხოველი. მე ხშირ შემთხვევაში ბევრჯერ გადამირჩენია, ბევრჯერ ვიდეოებიც დამიდეია ამასთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად მინახია ზღარბი თავის პატარა შვილებთან ერთად და ყოველთვის ვცდილობდი რომ აი როცა მიმიგნია მათი სოროსკენ საჭველებს რაღაცებს შეიძლება დაგვართ აი რძეს ვდგამდი, კვერცხი მიმქონდა მწყერის მაგალითად რომ რაღაცნაირად გამოეკვება და თავის შვილებისთვის საერთოდ ისინი ხო ტარაგანებს და დიდი ზომის მწერებით იკვებებიან და ნუ არ უნდა შეუშალოთ მათაც ხელი რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენი ცხოველები მოვარიდოთ რომ ან არ დაგვიზიანონ, ან მათი ესენი ეკლები თუნდაც გრძილებში ამჯერ ყოფილა ჩასობილი და პრობლემის წინაშე დამდგარა ცხოველი აი მაგათ ერთმა ბოქსიოსულ თათებშიც და ჭყალებში ეს უკბინა ესე ვთქვა ზღარბს და ჩაერჭო მთელი ეს ეკლები და რა დღეში იყო გაუსივდა გენგივიდი ქონდა საშინელება და მოკლედ ესეც ყურაცაღებია ყველაფერად ჩვენ ცხოველს არა მარტო ჩვენი ცხოველის ინტერესიდან გამომდინარე სხვა ცხოველის ინტერესიდან გამომდინარე ვიფიქროთ რომ არ მოხდეს არც იმის დაზიანება და არც ჩვენი ცხოველის რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად გავალთ ქალაქიდან ზაფხულში ფაქტობრივად თითქმის ყველა ადამიანი ხო ესე და ტრასებზე ძალიან რთულია მდგომარეობა ცხოველების მე მინდა ვთხოვო ადამიანებს ვიცი რომ შემომიერთდები იქნებ ცოტა წავიღოთ საკვები ცოტა არა ბევრიც თუ ბევრი თუ კორმი თუ რაც იქნება საშუალება აი რაღაცნაირად ტრასაზე იქნებ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს სანამ დანიშნულების ადგილას ჩავალთ ჩვენს მეგობრებს ძალიან კარგი იქნება გადასარევი იქნება და მე დასავლეთ საქართველოში რომ მივდივარ ძალიან გულის ტკივილით ვხედავ ამ ყველაფერს გადმოყრილ ქუჩაში როგორი ყურებიან იქნებ მაჭამოთ იქნებ და ყველა სხვადასხვა მე ვიტყოდი რომ ტრაილერების მცხოვრები აი თურქები ხშირად იმხელა მანქანებს აჩერებენ ტრაილერებს და ყოველთვის აჭმევენ ცხოველებს ეს მათთვის ეს მართლა ვერ წავართმევთ აი ამ ძალიან გულისხმიერ კარგ თვისებას რაც მათ გააჩნიათ ნუ ბევრი ჩვენი მოქალაქეებიც ხა აჩერებენ ასე არ ვიტყოდი მაგათ მე ბევრი მინახია კიდე მიხარია იმიტომ რომ ეს იზრდება ეს მთელი არმია მაგრამ მაინც გული მტკივა რომ არასწორად იქცებიან რომ გამოყრიან ცხოველებს გარეთ არ ზრუნავენ მათ სტერილიზაციაზე და თუ დაღარალიკვები ქუჩაში ყრიან ბევრჯერ გადაყრილი ცხოველები გამიჩუქებია ბევრჯერ რაღაც მაგრამ ეს არ უნდა იყოს თუნდაც ან ჩემი ან სხვის ფუნქციებში არ შედის თვითონ შეროცა შენ ცხოველი ყავს და ხედავ რომ მრავლდება ან არ უნდა გამრავლდეს უნდა მიაშურო ვეტერინარ კლინიკას უნდა გაასტერილო ცხოველი დროულად იზრუნო ცხოველზე რომ არ მოხდეს მათი შემდგომში გაუბედურება და გამოყრა ქუჩაში იმიტომ რომ მე მათხოვრებად იქცევიან საცოდავები მე მანქანის საშინელი ავარიები კატასტროფები ინფექციები მე დაკმენები თუნდაც და ნუ რა შუაშია ცხოველოც ადამიანის არასწორმა ნაბიჯმა ესე განაპირობა ეს ყველაფერი ისეთი რთული მდგომარეობა აი ამას სოციალურ ქსელში ფოტო ვნახე დრახთა არის გაძვალტყავებული ნუ აი რა არის არ ვიცი აი უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ჩვენ რო ვიყოთ მის ადგილას რასგან ვიცდიდით აი ესე რომ ყველა მიაზროვნოს მსგავს საშინელებას არავინ არ ჩაიდენე რა თქმა უნდა ან კიდევ
კიდევ აი ტურისტები ჩამოდიან, ხო, აი სირცხვილი არ არის, რა უნდა იფიქროს იმ ადამიანმა ამ ქვეყანაზე, ამ ქვეყნის მოქალაქეზე. ეს ხომ არის ამ ქვეყნის სახე, ხო? რა თქმა უნდა, და სწორედ ინდიკატორია მთელი რიგი, თუ ეს რა ქვეყანაა, თუ დაინახე რომ ბევრი მიუსაფარი ცხოველი, ესე იგი აქ კულტურის დონე დაბალია და შესაბამისად ვერ ხდება ცხოველების, რა თქმა უნდა, ეს მოჩი. ამიტომ ვიფიქროთ, ვიზრუნოთ მარტო ჩვენ თავზე, ნუ არ ვიფიქროთ, ჩავდოთ ერთი დიდი ტომარამი მაქვს ყოველთვის ჩემი ძაღლების გარდა და ყოველთვის, რა ვიცი, მაგრამ მე ჩემთვაზე ხა გავშად, კაი, შენ ვეტერინარი ხარ, შენ კარგი, მაგრამ აი სხვებიც რო აკეთებენ, მიხარია ძალიან და უბრალოდ რეგიონებში, სოფლებში არსებულმა მოქალაქეებმაც გაიღვიძონ და იფიქრონ, რომ აჭამან პური მაინც უწილადონ ცხოველს, სხვა რამე თუ არა, ჭადი მაინც დასავლეთში, რომ არ შეიძლება ცხოველების ასე განწირვა და გაგდება გარეთ, რა თქმა უნდა. ნამდვილად და წყალი, დედაქალაქში, სხვა ქალაქებში მე ხა არ ვიცი, მაგრამ დედაქალაქში ზაფხულობით არის პრობლემა წყლის. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ საკვები დაუყარეს, ეს რაღაცნაირად საკმარისი არ არის საკმარისი. წყალი მივაწოდოთ ჩვენ ოთხი ხა მეგობრებს ძალიან ხშირად იქვე უყიდოთ კონტეინერი ან დაუსხათ არ შეგვიზაროთ. ამით შეიძლება სიცოცხლე გადავარჩინოთ. ხომ ეთანხმები აი ექიმი დამიდასტურებს. და მე ცუდ ადამიანებზეც კიდევ ვიტყოდი რომ წაწერა მინახია რომ ძაღლს საჭმელს ნუ აძლევთ, აქ ნუ აჭმევთ, წყალს ნუ უსხამთ, ესეთი მინახი ესე წაწერა. ეს ძალიან სამარცხვინოა, ცდილობდი ყოველთვის პირიქით, სადაც ეს წერია, იქ დავუდგა საჭმელი, იქ დავყარო პირიქით, რომ ცხოველი, რა თქმა უნდა, საჭიროებს წყალს და საჭიროებს საკვებს, რაც გარკვეული, რა თქმა უნდა, დახმარება ჭირდება. დროა მენტალობა შევიცვალოთ, დროა სხვანაირად მივუდგეთ ცხოველებს და რა ვიცი, ვიფიქროთ, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. მაშაზე რუბრიკა სტუმარი მისაქციელიდან მოგესალმებათ არაჩვეულებრივ ადამიანთან ფანტასტიკურ გარემოში ლექსენთან და მის ოთხფეხა მეგობრებთან ვარ სტუმრად. გამარჯობა ლექსო. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ეწვიეთ. ესე იგი მადლობა შენ. აი ესე იგი რა სილამაზეა, რა სიმწვანეა და რა შესანიშნავი პიროვნებები არიან აქ. ეს არის როკი. ეს არის ბიტი და ეს არის როკი, აი ალთაბანდი რო არ მოდის. როკი, მოდი ჩვენთან, როკი, მოდი. მოდი ჩვენთან, მოდი. ესე იგი ჩხუბი არ იყოს ახლა, მოდი. ლექსო, როგორ შემოვიდნენ შენ ცხოვრებაში ეს საოცარი არსებობი? მოდი კონკრეტულად როკიზე და ბიტიზე გვიამბე. ხო, მე ძაღლები ძალიან მიყვარს, აი ბავშვობიდან რო იტყვენ სიგიჟემდე და ცოტა ისეთი ისტორია იყო, მე მანამდე მყავდა ნაგაზი, ეს აზიურ ქართულნის ნარევი და ძალიან ის სიყვარს მოჩხუბარი ჯიში და არ არის რა ეზოს ძაღლი ისე ის მეყოს მთაში თავისი ის კონდეს და ხო და ესე ძალიან გავზარდე შვილივით, მაგრამ მე ისე გაჩუქება მომიწია რა და მთაში წავიყვანე, მთაში ვაჩუქეთ, კაი ბეც ეწია და მე მოვიყვანე ესენი. ხო და ცოტა სხვანაირად გავიგე ძაღლის გემო რა, ესენი სხვა ტიპები არიან. ესე იგი ჯერ რომელი შემოვიდა? ეს მაჩუქეს, მეგობარმა მაჩუქა. ხო, ვეღარ უვლიდნენ და მე ვთხარი მე წავიყვან მეთქი და ეს მაჩუქეს ეს ვაჟბატონი და ესეც სულ ჩემთან არის. მე ისეთი ისტორია იყო რომ მაჩუქეს მაგ პერიოდში შეეყარა ეს ენტეროვირუსი. ეტყობა ანაცრილი არ იყო ან რაღაც და მეც გავერკვიე მე ამ ეს რა ქვია მედიცინაში, ძაღლების მედიცინაში გავერკვიე და ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მივიდა, მიკვდებოდა სავით და მთელი ექიმები, რა ვიცი, მთელი ქალაქისიდან ჩარეულები იყვნენ და გადავარჩინეთ მოკლედ ეს ბიჭი და გადავარჩინეთ და გახდა ისეთი ერთგული ჩემი რა, მოკლედ სადაც არ უნდა წავიდე, ესე მოვა ფეხებში დაგიჯდება, ნუ ძალიან მოსიყვარული რა. და რა საყვარელი და რა კონტაქტურია ლექსო, ესე იგი მომენტალურად დაგვიმეგობრდა, როკი ცოტა უფრო დისტანციურია, ხო? მე არ მინდოდა რომ ყოფილიყო მარტო. ხო და ეს ვაჟბატონი ვნახე, სხვისდებოდა და მე ეს აქედან ამ ტერიტორიიდან ძალიან კაი ასე ვთქვათ. და რამდენი წლის არის ბიტი და რამდენი როკი? რამდენის როკი? 2 წლისები არიან ორივე. ეს რამდენიმე თვით დიდია, დიდი სხვაობა არ არის. სულ მაინტერესებს ადამიანებისგან და აი რას გაძლევს ეს ემოციო, ეს ურთიერთობა. აი რაღაცა ემოცია, რაღაცა გზნობაა, ხო? ემოცია არის ძალიან გადაღლილი, გადატვირთული რო ვარ ხოლმე, ისეთ რაღაცნაირად რელაქსია ჩემთვის, რომ ისეც ბევრი რაღაცა მიყვარს ახლა სახში რაღაც მე თუ რო ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ამათთან ურთიერთობა და აი თუნდაც აი ახლა წასული ვიყავი კონცერტები მქონდა და გასათიბი დამხვდა ეზო. 3ჯერ გავთიბე და ახლა ისევ გასათიბია ბალახი და ხო და ამათთან თამაში, ამათთან კონტაქტი ეს არის ჩემთვის აი ისეთი რელაქსი, რომ ხშირად ჩემი ცოლი მეჩხუბება ხოლმე ძაღლები უფრო გიყვარს შენ ვიდრე ოჯახიო და
Lexus Lex Seni Lexus Akids gavda show სიცოდე წესად ფესვით ქართველი გუშინას და დღესაც თუ გინდა გაცდე დროს ამავე დროსაც ასე შეიმოსა აქ ჩემი მოსვლა წამია მომენტი ამიტომ მოვედი სამუდამო სცენაზე ვიცოდი მოვიპოვებდი სიტყვა ენაზე თუ გადგას არ გაჩვენებდი თქვი რას კარგავ ლექსო აი ახლა მის აქციელისკენ რომ მოვდიოდით ტრასაზე შექმნენ მიუსაფარი ცუგები. შენც ალბათ გვხვდებიან ხოლმე ძალიან რთული მდგომარეობა ამ ხრივ. ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, მუდმივად ვცდილობთ გამოსავალი მოვუძებნოთ ადამიანებმა და ამ დრომდე მოუგვარებელია ეს პრობლემა. აი შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? ვიცი რომ გული გტკივა, ვიცი რომ გაქვს სათქმელი. არის მე ძალიან გული მტკივა. ბევრჯერ მინატრია ნეტამეც მქონდეს მეთქი საშუალება რომ როგორც სხვებმა გააკეთეს რაღაცა მეც რაღაცა იმასაც თავშესაფარივით გავაკეთო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ მაქვს ახლა მაგდენის, აი ის პატარაც მყავს მე ნახავთ ალბათ სახში, იმას ვატარებთ ის ხო და ძნელია ახლა ჯერ ამ ორი ძაღლის მოვლაც მიჭირს ძნელია და ისე გული მიკვდება ხოლმე და რამდენჯერ მინატრია და ჩემი ძოლი ახლა არ მოიყვანო კიდე რაღაცა სახშიო. მოდი ჩემთან. აი რა სწავლე ამათ აბა გითხარი. ხო თორე და სულ ყველას ვეუბნები რომ მეთქი ნუ გადააგდებ, ნუ მიატოვებ, მოუარე საჭმელი მაინც მიეცი იზრუნე, ნუ ეს ისეთია ვალდებულები ვართ რა, რომ ამაზე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ნუ ვიზრუნოთ რა. გასაგებია. მოდით ჩვენს როკის და ბიტის დაუბრუნდეთ. ესე იგი რა სწავლე, რა იციან? აი როგორ გიცავენ? აი როგორია თქვენი ურთიერთობა, რეჟიმი, ყოველდღიურობა? ამათ არ არის ეს იმდენად ჭკვიანი გენი არის ეს ჯიში და მე ხუმრობ ხოლმე გერმანული ყველაფერი მაგარი როგორ არის მეთქი და ხარისხიანი რომ რესურსი აქვს ძალიან დიდი. აი მართლა გთხოვს რომ ასწავლო. აი ხა ხო შემოხვედით ამდენ ახლა 4 უცხო ადამიანი შემოვიდა, რო ვეტყვი რომ ფუ და ეზოში ჩემთან ერთად შემოვიდნენ. ესე იგი იცის რომ იმას არ უნდა მიეკაროს. ეხლა რა წამს ანუ ჭიდაობა ან რაღაცა ისო დამიწყოს ვიღაცა ხელის მოკიდება, ეგრევე გაგიჟდება ის განსაკუთრებით გადაირევა მიუხედავად იმისა რომ ეხლა მას არ იღებს და არის. აი ეს რაღაცა გენი აქვს შინაგანი. აქ რაღაცები ისეთი რაც უნდა ასწავლო, მაგალითად პლასმასი, რაღაცა არ დატოვებენ, დაგეჭავენ, გააფუჭებენ, ამაზე უნდა ეჭხუბოს, უნდა ასწავლო, მაგრამ მე ფიზიკურად სულ რო არ ვარ, ვერ ვიცლი. მაგრამ შეძლებს და გვართ რაღაცებს აი ელემენტარულს რო ჩემთან დაჯექი, თათი მომეცი, დაწექი, ამებს ვასწავლი ხოლმე და სიამოვნებს ისე ყოხტად იგებენ ხოლმე, რომ მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, აბა ეხა თუ არ მოუარე და მე გაგიხდა სამკურნალო, ნუ მე გამოცდილება მივიღე უკვე ამ ყველაფრის და მირჩევნია რომ კომპლექსურად ყოველთვის მოუარო. აი ხა მაგალითად ჭიის უწევთ წამალი და ჩამოვიტანე და გადაცემას რომ მოვჩებით, მე ჭიის წამალს მივცე და ამუშავებ ყოველ წელს ვცრი ამ კომპლექსურზე, რომ ეს რაღაცა ვირუსები და ისინი არ იყოს და ნუ არის ეს ხარსთან დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს დასვენებული ხარ, ძაღლიც ბედნიერია, ჯანმრთელია და ცა შეუყვარდი. დაჯექი ბიტი მან დაჯექი მე საერთოდ ზოგებს ძალიან უყვარვარ და მე ძალიან მიყვარს ისინი. სხვადასხვა გძნობენ ძაღლები მაგას, გძნობენ და დამოკიდებულებას. კი და ეგრევე იმაში. კურიოზები გექნებოდათ აუცილებლად, მოდი გვიანბე. მოდი. აი კურიოზები რა გითხრა, კურიოზი არის ამათი ის რომ აი რაღაცა სათამაშო ამბავში თუნდაც აი ჯოხი წეღან, იმიტომ დაუმალე რომ ის ჯოხი არ უნდა მისცე. კაი ბიჭი ხარ, მოდი დაჯექი ჩემთან, დაჯექი, აი ეს კაი ბიჭი ხარ. ჯოხი არ უნდა მისცე სათამაშოდ, თორე აი ერთმანეთს, რა ვიცი, ჭუბობენ კიდევაც ხოლმე და აი ესე უყურებ ხან ერთ მხარეს ერთი დაიჭერს, მეორე მხარეს მეორე დაიჭერს და ბავშვებივით აი ესე ძიძგილაობენ, არამე და არ დაანებებს თავს, სანამ შენ არ გამოგლიჯავ და შენ არ მისცე. და აი მუსიკალურები თუ არიან შენი ბიჭები? აუ მუსიკალურები არიან, აი ეხლა რამდენად ის არის ქალბატონი და დამცეცხლავს, თორე მე რო სტუდიაში ვაკეთებ მუსიკას, კარები ღია თუ ეს ამას ვეძახი ტურას მეორე სახელს რა. ისეთი ეშმაკი ამოვა გააღებს, როგორც ადამიანი ესე ჩამოწევს და პირდაპირ ამოვა სტუდიაში მეორე სართულზე ამოვა, შემოვა სავარძლებზე დაждდებიან ერთ-ერთგან მეორე და მისმენენ და ზძინავთ. აქ მაღალ ხმაზე მიდის მუსიკა და ამას ზძინავთ. გუგუნებენ. ხო, ეგ ფაქტიურად მართლა კურიოზია, რომ აი ეს ძაღლები აქ დონეზე
ესე იგი ადრე შენ მითხარი რომ მე უფისო მყავსო ვასკაო და როგორ მეწყინა ეხა აქ რო არ დამხვდა ვასკა იმიტომ რომ მამალი იყო და მისო მითხრეს რომ დამეკასტრირებინა მაგრამ შემეცოდა რა და მამალმა კატა მოგეხსენებათ იცით როგორც იცის ეს რაღაცა თავის ჭკუაზე დადის ის და თან მე ამათ მივაჩვე და ძაღლები შიში არ ქონდა აქ არის ძალიან ბევრი ძაღლი და სავარაუდოდ ამ ძაღლებმა ეტყობა მოკლეს ესა რა ქვია სადღაც გასული იყო შეყვარებულთან ან სადმე და ეტყობა დაიჭირეს და მოკლეს იმიტომ რომ ის თავი ვერ კატას ვერ დაამწვდე ეზოში ხარ და სულ დადიოდა თავისთვის მიდიოდა მოდიოდა აღარ მოვიდა და მე ვაბრალებ იმას რომ უეჭველი ვიღაცამ რომ ვიღაც ძაღლებმა იმას ქნეს რა ქვია და აი ლექსო შენ თქვი რომ მე ბავშვობიდან მყავდაო ძაღლიო როგორ ფიქრობ ადამიანი რომელიც აი ამ ფაუნასთან ერთად ახერხებს რაღაცა გაზრდას თანაცხოვრებას განსხვავებული ადამიანია აი რაღაცას ცული ის ადამიანში, აი რას ცulis? შენში რა შეცვალა? კითხვა დამისვი, მე ვფიქრობ, რომ ანუ ადამიანი, ვისაც ცხოველები უყვარს ადამიანივით, ანუ როგორც ადამიანს ემპათიას და ადამიანის ტკივილი განიჭებს შე რაღაცა, ასე თქვა, დისკომფორტს სხვა ადამიანი. ცხოველზეც როცა იგრე ხარ, აი ეს არის ნამდვილი ადამიანი. იმიტომ რომ ეს ზოგს ეს ცხოველის მორალი, ცხოველის მიმართ მორალი და საქართველოში ძალიან ბევრი ახლა ჩემი ნათესავებით მეგობრებს ბევრს რაღაცა რო ძაღლი რომ მოვა და წიხს რო ამოარტყავს რომ გადი იქით არ დაждე და ან ბევრჯერ გზაზე შემხვედრია და შენიშნე მიმიცია რომ რატო ექცევი ეგრე კაცო თუ არ გინდა და დაუგდე პურის შორს და წავა და მოგშორდება შენთან ახლა რატო ურტყავ ახლა წიხს და რატო ჩაგრევ ისედაც თავი გაჭირვებია და ესე არის მე ვთვლი რომ ცხოველის სიყვარული განსაზღვრავს რაღაც ადამიანობის რაღაცა დონეს ნამდვილად ესე. იმიტომ რომ შემხვედრია ანუ ადამიანები რომლებსაც რაღაცა ეს ცხოველი არ უყვარს. არ ერთია ცხოველის არ სიყვარული, მეორეა კიდე რაღაცა ზიზღი, რომ არ ვერ ვიტან და ამ ვერ ვიტანის გამო კიდე უარესად ექცევა. ეს დაუშვებელია ჩემთვის და მე არ ვცემ ეგეთ ადამიანებს პატივს მოკლედ. ლექსო, იქნება არის რაიმე ისეთ რაც მე არ გკითხე და გაქვს სათქმელი. სათქმელი ის რომ უბრალოდ აი ეს მოყვანა და გადაგდების ამბავში აი ჩემი ის იქნება რომ თუ შენ თავში დაფიქრდი რა რომ იმიტომ რომ ესენი ცოდოები არიან და გამრავლება თუ არ გინდა და რაღაცა არსებობს ხო ფორმა ანუ ჩვეულებრივად კი ბატონო დააკასტრირე და არც დედალი გამრავლდება არც მამალი სანამ მოიყვან დაფიქრდი შეძლებ მის მოვლას იმიტომ რომ ამასაც მოვლა უნდა ეს არა შინაური ცხოველია ეხა ეს კატა კიდე კატა სხვა ტიპია კატა მაინც რაღაცა თავის თავს გადი ეს შინაური ცხოველია ძაღლი გინა არ გინა შენთან არის შენთან მეგობრობა უნდა შენთან კონტაქტი უნდა. ეხლა ესენი აქ რო ესე არიან, ეხლა რო შევიყვანო, შიგნით თუ სხვანაირები გახდებიან. აი სავარძელზე შემოხდება ჩემთან ერთად, განსაკუთრებით ის თავს დაგიდებს ესე და დაუშვებს ხრინვას. ადამიანები ხრინავს რა, ადამიანები უნდა ხო და ამას მე მგონია რომ ადამიანებმა თავის თავში თვითონ უნდა იპოვონ გზა რომ ცხოველი მარტო მინდა და ეხლა აღარ მინდა ეგრე არ მოსულა რა. ანუ თუ გინდა მაშინ ული ბოლომდე რა. წინასწარ უნდა განსაზღვროთ ეგ რომ შენ რო ცხოველის აყვანას და მოვლას იწყებ, რაღაცა სირთულეები გექნება და ხარ თუ არა მზად ამისთვის. რა თქმა უნდა, როგორია შენი რეჟიმი, დრო თუ გაქვს, საშუალება თუ გაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მაგრამ ჩემი რეჟიმით მე სულ რა ვიცი, ხან საზღვარგარეთმა კონცერტი, ხან ტურნეები თბილისი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაინც ვნახულობ დროს, რომ ამათ ყურადღება არ მოვაკლო, კვებას კარგი გქონდეთ, ნამდვილად არ ვიტყვი რომ მილხინს, მაგრამ მიღირს ის სიამოვნება, რასაც ესენი მე მანიჭებენ. კი, ნამდვილად, როგორი გულწრფელი მეგობრობა და სიხარული და სიყვარული, აი არ ვიცი რა. ახლა ამან განსაკუთრებით ამოიჩევა ჩემი შვილი. ეტყობა ეს რო ეჭვიანობენ და ეს რო არაკარებს ჩემთან, ეს პირველია ხოლმე, მოვარდება პირველი ეს ვაჟბატონი და მოგეფერება, ამას არაკარებს და მე ამან ამოირჩია ილია. აი ჯოხი იპოვა, მაინც იპოვა ლექსო და აი ბავშვზე სიტყვას მოყვა ახსენეთ და რამხელა იყო შენი შვილი, როცა შემოვიდნენ ეს შესანიშნავი არსებები შენ ცხოვრებაში. ვიცი რომ კიდე მესამე ყავთ, იორკი, რომელსაც ახლა გავაცნობ ჩემს მაყურებელს. ხო, ის ქალბატონია და ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და ილია დიდი იყო, უკვე პატარა არ იყო, სადღაც 12-ის იყო. ხო და ცხოველების სიყვარულის ფუ ხაი ჩხუბება რომ იმან არა იყოს. არიგებს ხო ხედავ ჩემთან არის არა როკიც ძალიან მეგობრულია მე როგორც შევამჩნევ. აბა ეხლა კაი ზაფხული მოდის განსაკუთრებით უჭირთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს პერიოდულად და ზოგჯერ წყლის მოწოდება ის ზაფხულის წყალი ხო და რა თქმა უნდა ეხლა რო დავინახავთ ეგეთ მიუსაფარ ცხოველებს განსაკუთრებით სულ უნდა დაუდგათ მე ჩემები არიან და ამას განსაკუთრებით მაგრად ძალიან უყვარს წყალი ეხლა აი სადაც მიდგას
ეხლა გადავწყვიტე რომ რაღაცა დიდი ორმო გავაკეთო და ცელოფლინით უნდა გავაკეთო და ბანაობს ჩაულებრივად. ეხლა იქ ჩაყოფს ხოლმე თათებს ისველებს ესეც ხვის ყოფს ბოლომდე და ხო და დასალევი წყალი კიდე განსაკუთრებით სუ უტოვებ ბევრგანა აქვს წყალი რომ წყლის პრობლემა არ ქონდეს და რა ვიცი ხა წყალი მე მგონი არ არის პრობლემა რომ ზაღლებს წყალი არ დავიჭიროთ რა. მოდი ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ. შენი პატარა 4 ფეხა მეგობარი გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და მეუღლესაც ვკითხოთ შთაბეჭდილებები. როგორი იქცევით თქვენ ყველანი აქ ბიჭები? მე უნდა გავიგო. საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ სიყვარულის ლექსის სადღე გძელოს ენავ მოიმღერა დღემდის უძველეს მატომა შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა თუ სამეგობროთ მოხვედი მაშინ დაგხვდები მოყვრად თუ არა ძველი ფარხმალი წელზე დაგრჩება ოხრად ადამიანი ფასობს თავის სიტყვით და ქცევით ფეხზე თუ დგახარ კაცო ძირს ნუღარ დაეწემი მაშა ესე გრძელდება რუბრიკა სტუმარი ჩვენ გადავედით ტანიასთან ტანიას ყავს თავისი პირადი ძაღლი მიმი გამარჯობა ტანია ესე იგი ძალიან სასიამოვნოა აკყოფნა თქვენთან შეხვედრა მიმის გაცნობა თუმცა ჩემი მაყურებელი იცნობს უკვე მოვიდა მინდა რომ უფრო უკეთ გავაცნო იგი რა იყო ინსპირაცია როგორ შემოვიდა თქვენს ოჯახში ვიცი რომ შენი ინიციატივა იყო უშუალოდ კი დიდი ხანი მინდოდა იმანა ეს ჯიში ჯერ სანამ ბავშვი იყო პატარა არ გამოდეოდა მაგრამ ცოტა როდეს გაიზარდა მაგრამ ვიპოვე და ვიკიდე გერმანულ ნაგაზებს როგორ ეწყობა კარგად არის გოგო არის და ისინი ბიჭები არიან და კი ну ეს უფრო ასაკში არის უკვე და ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან და დავის სკოლაზე ატარებს საერთოდ ბიჭები როგორ იქცევიან ლექსო ბიჭები გერმანულები არ ვიცი თქვენ გოგოებს ხوار გაბრაზებენ არა კარგად არიან ხო კარგად და ზოგადად რა სიტყვაა ამ ურთიერთობაზე ადამიანის და 4 ფეხა მეგობრის და უშუალოდ იქ ძაღლი იქნება ფისო იქნება აი რას გაძლევს ემოციურად ეს სიხარულია რაღაცა მეგობრობა თუ რა არის შენთვის იცით რა ცხოველებში ეს რაც ვთავარი ეს არის ერთგულება რომელიც სამწუხაროდ ბევრი ადამიანი არ აქვს და თვითონ გოლდვის როდის მომდევარ სახში გოლდვის ვიცი რომ აი ეს ძალიან გელოდება უხარია თავისთავა და უყარს თავის პატრონი ხო თავისთავა თუ ერთგულია და გიშდება მადლობა დიდი არაფერს დღეს კი მე ამით აგემშვიდობებით მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის